მიმდინარეობს ბათუმის პორტისა და ტერმინალის მიზანმიმართული გაკოტრება. განცხადებას ლეიბორისტული პარტიის აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელი აკეთებს. მისი თქმით, სამსახურიდან სისტემატიურად ხდება თანამშრომლების დათხოვა. შემცირებულია ტვირთბრუნვა და ასევე გემების პორტში შესვლას მუდმივად ხელოვნურად აფერხებენ. ქიქავა ამტკიცებს, რომ სქემაში ბიძინა ივანიშვილის დავალებით 3 ბიზნესმენია ჩართული და მათ პორტის შესყიდვა სურთ. ამჟამად კი ყაზახი მეპატრონეების მიზანმიმართული გაკოტრება ხდება. Ასკეთება სპეციალურად იმისათვის, რომ გააკოტრონ და შემდეგ იაფასად შეიძინონ, როგორც მე მომაწოდეს ინფორმაცია, ამაში არიან ჩართული ბატონი მამაცაშვილი, ბატონი ჭხარტიშვილი, საქართველოს რკინიგზის მესვეული ბატონი ბახტაძე, ძალიან სერიოზულად მიდის ზეწოლა, დაკავებული იყო ამ ტვირთების გადაზიდვებით, მომსახურებით, ათასობით ადამიანი, ათასობით ბათუმელი. ეს არის 4-5 ბათუმელის ლუკმა პური, რომელიც ამ ხელისუფლებამ მათ აართვა პირიდან.